დაპირისპირება გრძელდება ოპოზიციის ალიანსში. ნაციონალური მოძრაობის პოზიციაა, რომ პარტია ალიანსში რჩება და მუშაობას განაგრძობს. ნიკა გვარამია კი ფიქრობს, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ალიანსში ფაქტობრივად ფორმალურად არის. ნაციონალური მოძრაობა ალიანსის არც ერთ სხდომაზე არ დადის და ბოლო თვენახევარია არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში, განაცხადა გვარამიამ. გარდა ამისა, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლოგოს ალიანსის ბანერებიდან ამოიღებენ. ახლა უბრალოდ ხარჯის გაწევა გვეზარება, თქვა ჩერგოლეიშვილმა. ამასთან ნაციონალური მოძრაობა განახლების შესახებ საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციებით კონსულტაციები ნანუკა ჟორჟოლიანთან მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ალიანსში არ მყოფი ოპოზიციური პარტიების ნაწილი აკეთებს. მათი თქმით, არ უკვირთ ის, რაც ოპოზიციის ალიანსში ხდება. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც. როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ღია, როგორ შემოიმატოს ახალი კადრები, როგორ გაძლიერდეს და როგორ უნდა გაეხსნას ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ლიდერების დიდი ნაწილი არის ციხეში. ამაზე მუშაობა ინტენსიურად ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლიტიკურ საბჭოსთან ერთად, პარტიის წევრებთან ერთად, მათ შორის სიახლე ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა გუშინდელი მიხეილ სააკაშვილის პოსტი ნანუკასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი კადრის შემოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში. ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს, არასოდეს არ მაინტერესებდა ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე და მის საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი. თქვით, რომ ვართ ალიანსში და არ ვაპირებთ ჯერჯერობით არსად წასვლას და ვაგრძელებთ მუშაობას. არის, მაგრამ ის ფორმალურად არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხო არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ როცა არ დადიხარ სხდომებზე, არ იღებ საქმიანობაში მონაწილეობას და გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ არის ეს წევრობა. თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ არის ნაციონალური მოძრაობა. არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე. თუ რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები. ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის, ალიანსში მუშაობს ჩვეულებრივად, ვიღაცები მოდიან და მუშაობენ, ვიღაცები არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ იძახიან რომ მუშაობთო და მე არ ვიცი არ მუშაობენ, მაგრამ ეგ არის ხა ალიანსი დგას რაღაც კონკრეტულ შეთანხმებაზე. ეს არ არის რაღაცა არჩეპესია და არც რაღაცა კლუბია, რომ ვიღაცა მიიღო და ვიღაცა გარიცხო. ვიღაცები ვინც ერთად მუშაობს რაღაც წესების დაცვით, ვიღაცები ვისაც არ უნდა წესების დაცვა არ მუშაობენ ჩვენთან ერთად. ეგ არის და არანაირი დაპირისპირება და არაფერი მედიაში არის ამბავი. მე სხვა არაფერი. სულ აი ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია გააკეთონ თავიანთ პარტიაში. რამდენჯერ უნდა იმდენჯერაც. მოიყვანონ ახალი ტოპტვინები. ქალტოი ნანუკა ყავთ ამჯერად მოწვეული და გონია რომ ფერიფერსაო ნათქვამია და ზუსტად ერთი არიან. და კიდევ ერთხელ შეეშვან რა ამ ქვეყანას. აგერ შიგნით თავის პარტიაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იმ რვიანში, ცხრიანში თუ რაც არის, იმაში ატარონ ეს რევოლუციები და შიგნით და იქ დაკავდნენ ამ რევოლუციური სცენარებით. ამ ქვეყანას გაანებონ თავი ხალხს და საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მივესალმებით, ძალიან კარგი პროცესი მიმდინარეობს. ბელად იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, ტოპტვინები მოყავთ, ამიტომ შვენიერი პროცესი მიმდინარეობს, მე თუ მკითხავთ, ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.